ამ ჩემს რუბრიკას ქვია მე არაკი. ანუ მე არაკი და მე ვარ ადამიანი, რომელიც გიამბობთ ამბებს. ამბები კი სხვადასხვა გვარი არსებობს, რასაკვირველია. მე აქვე მოგიწოდებთ, რომ ჩემი ტაბლო მედია, ეს YouTube პლატფორმა, მოიწონოთ, დაალაიქოთ, გახდეთ subscriber-ი, ზარია იქ, ზანზალაკი. იმასაც დააჭიროთ თითუკა. Description-ში რამდენიმე განწერია არხის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია, იქ რაღაც TBC-ის ანგარიში, საქართველოს ბანკის ანგარიში მცირედით 9400 თუ 9500 subscriber-ი მყავს. ეხლა ყველა რო არ ნახულობს ამ ვიდეო ბლოგებს, ეგ გასაგებია, მაგრამ აი 9000 subscriber-იდან მესამედმა 3000-მა რომ გადაიხადოს თვეში $1 გამოვა $3000 და $3000-ზე მეტი კი არ უნდა ამ არხს თვეში. ხო. მე მონტაჟე, გრაფიკოსი, უშუალოდ მე, ბუსტის თანხა, გარკვეული რაღაც ვიდეო რგოლების გაკეთების და შესაძლოა ტექნიკის დამატების თანხაც. მაგრამ ახლა მე იმიტომ არ გესაუბრებით, რომ ვიწუწუნო ახლა და გითხრათ, რომ აი თანხა გადმომირიცხეთ, მადლობელი ვიქნებით. ცხადია, subscriber-ებისაგან და არა მხოლოდ ტაბლო მედიაზე ნახავთ ჩემს TBC ანგარიშს და ასევე საქართველოს ბანკის ანგარიშს და ასევე PayPal-ს. ფრიად მადლობელი ვიქნები. კარგი იქნება ეს ჩემთვის. ახლა სხვა თემაზე მინდა ვისაუბრო. ეს ივანიშვილი როა ეს ჭორბილელი. ჭორბილას კი არ ვაყენებ ახლა შეურაცხყოფას მაინც და მაინც, მაგრამ არსით პროვინციელი მეტალური პროვინციალიზმი ჭირს, შეზღუდულია გეოგრაფიულ პროვინციალიზმზე რო არ გავამახვილო. ყოველდღე მისი თვალსაწიერი არის შეზღუდული. პარიზში უცხოვრია ამ კაცს, მაგრამ მაინც შეზღუდული არის. ეს ივანიშვილი ხო ისეთი ტიპია, რომელიც სულ ცდილობს საკუთარი ძალაუფლების გამყარებას, განმტკიცებას. ცდილობს ფაქტია. საკუთარი თავი ჰგონია განუმეორებელი. ეს უკვე სიმართლე გითხრათ, უკვე აღარ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ან მხოლოდ ივანიშვილის პრობლემა. სოფლიოში ძალიან ძლიერ სახელმწიფოებშიც და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში გამოჩნდნენ ესეთი მასშტაბში ივანიშვილი 1000 ხარისხში ივანიშვილები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ დედამიწა მათ გარშემო ტრიალებს. ივანიშვილს ჰგონია, რომ საქართველო მის გარშემო ტრიალებს. მაგალითად, დღენიადა არ ამბობს, მაგრამ დღენიადა გვაყვედრის იმას, რომ ის რომ არ ყოფილიყო 2012 წლის ცვლილებები არ მოხდებოდა. და ამას ვერ ხედავს ქართული საზოგადოება. ვერ ვაფასებთ, ვერ ვამჩნევთ, ვერ ვუფასებთ. და ნაცვლად იმისა, რომ 3 წიგნი წაიკითხოს, 3 ივანიშვილმა. დაიქირაოს ვინმე პირუთვნელი ობიექტური ფსიქოლოგი, რომელიც ეთყოდა რა არის ჩვენს მიერ მისი ბრჭყალებში ამაგის არ დაფასების მიზეზი. ის ჩიქურდება და ცდილობს გვაიძულოს, რომ ჩვენ თავად ის მისი ოჯახი დავაფასოთ, მისი საქმეები შევიმჩნიოთ. და დღენიადაკ მას დავუკრათ დაში. რაც უფრო მეც ცდილობს ივანიშვილი, ით უფრო დიდ წინააღმდეგობას აწყდება. აი ამ ჯახში ვართ ახლა, ერთ-ერთი ჯახი სწორედ ეს არის. ცდილობს როგორ? ცდილობს საკუთარი გოშიების, ანუ დეპუტატები რო ყავს, უკანონო დეპუტატები, მათი გამოყენებით და უკანონო მთავრობა რო ყავს კობახიძის თავკაცობით, მათი გამოყენებით დააწესოს გარკვეული რეგულაციები, შეზღუდვები. ეს ცნუნება, რომ
ყველა დამქვემდებარებოდით ამა თუ იმ ხელისუფლებას ჰქონდა ყველა ხელისუფლებას ჩვენ სინამდვილეში ზვიათსაც თუმცა ის 6-8 თვე იყო ხელისუფლებაში პრეზიდენტობიდან ედუარდსაც რომელიც იგი 92-დან 2003-მდე იყო 11 წელი მიშასაც რომელიც 2003-2004-დან 13 წლამდე იყო პრეზიდენტი 13 წლის ოქტომბრამდე ნაციონალურ მოძრაობასაც რომელიც 12 წლის 1 ოქტომბერს წავიდა ხელისუფლებიდან და ამას ხომ აქვს და აქვს ამასთან პირველ წლებში ეს არ ეთყობოდა ნაკლებად ეთყობოდა აქვე ვიტყვი რომ ეს რაღაც ბოდვა იმის თაობაზე რომ აი მიშა სააკაშვილის ხელისუფლებაც ხომ ცუდი იყო და არანაკლებ ცუდი იყო და ყოველი სიტყვის დროს, ყოველი კრიტიკული სიტყვის დროს ბიზნეს ხელისუფლებაზე კავშირ მაგრამის გამოყენება და თქმა რომ იცით მიშას მიშას ხელისუფლებაც ცუდი იყო, არ ეკეტებდა რაღაც ბიზნესს თუ შეჭადიოდა აბა თუ უკანონობას უკვე არარელევანტურია მეგობრებო. ეს ივანიშვილი რამე უკანონობას კი არ ჩადის. უკანონობა თუნდაც რომ არ დასაჯო ამის გამო უკანონობა და მხოლოდ დანაშაულიც კი თუნდაც რომ არ დასაჯო ამ დანაშაულის გამო დანაშაულია მაგალითად დანაშაულია მურუსიცის დატოვება ძალიან ცუდი ძალიან მძიმე დანაშაულია ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან მისთვის მურუსიცისათვის დიდი ძალაუფლების მიცემა მაგრამ ეს როგორ გავბედო ახლა და როგორ თქვა და ეს არის ატანადი დანაშაული რასაც ივანიშვილის ჩადის ეს დანაშაულზე მეტი დანაშაულია ეს არის სახელმწიფოსთვის ფუნდამენტის გამოთხრა გამოღორუტნა ფუნდამენტის სახელმწიფოს დანგრევა ამიტომ მისი დადარება შედარება ან მასთან დადარება ვინმესი და იმის თქმა რომ ისიც ცუდი იყო მიშა სააკაშვილი ხო მიშა სააკაშვილი ცუდი იყო კახათ არგამაძეს თუ ედუარდ შევარდაძის კახათ არგამაძის თუ ედუარდ შევარდაძის ხელისუფლებაც ცუდი იყო ტიტოვანი კიდევ უარესი იყო ვიდრე შევარდაძის ხელისუფლება მაგრამ სამი თვის განმავლობაში თუ 2 თვის განმავლობაში იანვრიდან ვიდრე მარტამდე 92 წელს იყო და მე 95 წლამდე ჩაბადა ტიტოვანი მართავდნენ ამ ქვეყანას ხო მაგრამ ეს რა კავშირშია იმასთან რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში ბიზნა ივანიშვილის მიერ საქართველოს თვის ძირის გამოთხრა საქართველოს დესუვერენიზაცია სრული ამ უკანონო ხელისუფლებას ბიზნა ივანიშვილის თავკაცობით აქვს ბევრი ცდუნება რომ ასე მაგალითად შეზღუდოს მედია ამგვარი ცდუნებები ჰქონდა ყველას არა არ ვამბობ სწორს ცდუნება მედიის შეზღუდვის თაობაზე ჰქონდა ყველას ედუარდსაც და მიშასაც ისინიც ჩადიოდნენ იმას ანტენები დააპატიმრა მიშა სააკაშვილმა მასტკერის ამბავი ხო სიგიჟე მაესტროს რო დაუპატიმრა ანტენები აი რას ერჩოდი ყოფილიყო რა მაგრამ აი ანტენების დაპატიმრებაც ან მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩადენილი სიგიჟეებს სისულელეებს თუნდაც დანაშაულები არაფერია იმასთან შედარებით რასაც აპირებს რა დანაშაულის რა ტიპის დანაშაულის ჩადენასაც აპირებს ბიზნა რუსი ბიზნა ივანიშვილი რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს დიდხანს დარჩეს ძალაუფლებაში სულ იყოს და მას არც არავინ არ შეეხოს და ეს თავის მხრივ სჭირდება იმიტომ რომ მეტი და მეტი უკანონობა ჩაიდინოს და დესუვერენიზაცია მოახდინოს ამ ქვეყნისა ისე რომ ოპონენტი კრიტიკოსიც კი არ ჰყავდეს ბიზნეს ეს უნდა ამიტომ მან გასულ წელს მიიღო ეს რუსული კანონი მიუხედავად იმისა რომ მანამდე ერთ წლით ადრე დაგვპირდა რომ არ მივიღებო და უკვე მას შემდეგ რაც უკანონოდ დარჩა ხელისუფლება ძალაუფლებაში 26 ოქტომბერს 26 ოქტომბრის შემდეგ სულ გამოდიან მისი გოშიები აპუაშვილები კობახიძეები და არც ერთი მათი საჯარო გამოსვლა არ ეხება პოზიტიურ ამბავს აი ამას გავაკეთებთ ის ახალი პროექტი გვაქვს უკლებლივ ყველა
მათი საჯარო გამოსვლა ეხება ამას შევზღუდავთ, ამას დავიჭერთ, აი რაღაცა კანონი მივიღეთ, რომლის მიხედვითაც ეს უნდა შეიზღუდოს, შევიწროვდეს და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ კლავ ვიმეორებ. უკვე შემდგომ, როდესაც ივანიშვილი დაიწყებს ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ არ კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით ჩაბარებას, ჩვენგან ერთი ხმადაბალი ხმაც კი არ პროტესტიც კი არ მოისმინოს. რას ნიშნავს ვინმე მეტყვის ეს ჩაბარებაო, რას ნიშნავს და მე გეტყვით, მე ჩემი სია მაქვს, ყველას ალბათ გვაქვს რაღაც ჩვენი სია. მე მაგალითად აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გამოაცხადებს ნეიტრალიტეტს რუსის ჯარის აქ დაკანონებით. ნატოსთან შეწყვეტს ურთიერთობებს. ვინც იქნება ელჩებიც კი გააგდოს, როგორც ცალკეული სახელმწიფოებისა, ისე ორგანიზაციებისა, ნატოს წარმომადგენელი, ევროკავშირის ელჩი. საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ ორგანიზაციებს, არასამთავრობოებს, რომ შეზღუდავს, ესეც ფაქტია, ზღუდავს უკვე. ცალკეულ ინდივიდებზე რომ ინადირებს, ესეც ვიცით. ნეიტრალიტეტის საუბარზე გითხარით. საქართველოს გახდება მოკლედ რუსულ-ჩინური, უფრო რუსული რასაკვირველია, რაღაცა კავკასიის ბელარუსი. და ერთი ადამიანიც კი არ უნდა იყოს, ვინც მას ეტყვის ამ ყველაფერს. ვინც ეტყვის, რომ ბიძინა, ჰეი, გამოფხიზდი შენ კაცო. შენ ხო არ გონია რომ შეგრჩება, იმიტომ რომ შერჩება კიდეც, შერჩენილი არ იქნება. ეცდება რომ გალიოს ეს პროტესტიც. აქტივისტები დაიჭიროს, ზოგი გააქციოს ქვეყნიდან, ზოგი დაიჭიროს, ზოგი მოისყიდოს, მოგთამოს, ზოგი შეაშინოს, ზოგს ისე ათქმევინოს, რომ აზრი აღარ აქვს ამ პროტესტს და მოდი სახლში დავრჩები. ზოგს იმდენად სერიოზული პრობლემები შეექმნება ფინანსური მათ შორის, რომ აღარ ექნება ჯანი და სურვილი გავიდეს რუსთაველზე სიცივეში თუ სითბოში და თანამებრძოლებთან ერთად დაჰყოს იქ 4-5 საათი, იყვიროს ცეცხლი ოლიგარქიას. მას ივანიშვილს სურს, რომ მედიაც მაქსიმალურად შეზღუდოს, კი არა, საერთოდ გააუქმოს. ცხადია, გულისხმობ მის კრიტიკოს მედიას, თორე იმ მედიას, რომელიც მას აქებს დღენიადაკ და მის ქართულ ოცნებას, ანუ რუსულ ოცნებას მედიას ხო ვერც ვუწოდებთ რეალურად. შეზღუდოს. საკუთარ თავზე არ საუბრობ ახლა, ცხადია, ერთი წამით ვახსენებ საკუთარ გვარსახელს. ტაბლიაშვილი არ უნდა იყოს. თავკერძომაში ჩაობართვით, სანაია არ უნდა იყოს. თარგამაძე არ უნდა იყოს. გრიგოლია არ უნდა იყოს. სულაბიშვილი არ უნდა იყოს. მიშველაძე არ უნდა იყოს. არავის ბუკია არ უნდა იყოს. სხვები და სხვები არ უნდა იყვნენ. გამოვრჩა რამდენიმე ადამიანი ცხადია, მაგრამ მაინც ხო ნინო ჟიჟილაშვილი არ უნდა იყოს. ნინო ჯანგირაშვილი არ უნდა იყოს. ყველა უნდა იყოს შეზღუდული. ამისთვის მასში აყავს ეს პატარ-პატარა გოშიები, რომლებიც მისი ნების უსიტყვო აღმასრულებლები არიან. ერთ-ერთი მათგანია ბექაური, მარეგულირებელი კომისიის აწუყვე სანქცირებული, კი არა, ამერია სიმართლე გითხრათ, მგონი უკვე სანქცირებული პირი. ანის პირი თუ მაინც და მაინც ვწდები, რომელიც სანქციების წინაშე სანქციები რომელსაც სანქციები დაუწესდება. იმდენია სანქცირებული და იმდენზე გავრცელდა, რომ სანქციები იქნებაო, რომ საგანგებოდ უნდა ჩავიხედო მაშინ და მას არც აქვს მნიშვნელობა, მოკლედ პირი, რომელსაც აქვს ძალაუფლება და რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა ანდო მაღალი ხელფასი მისცა რა. თან მაღალი ხელფასი მისცა ეს მარეგულირებელი კომისია, რომელიც არაფერს არ აკეთებს. საერთოდ არაფერს არ აკეთებს. სხედან ძალიან მაღალი ხელფასები აქვს და ამბობენ ამას სიკვდილი იმას ჩამოხრჩობა, ამას სიკვდილი იმას ჩამოხრჩობა. აი იქ რაღაც ეს სტანდარტი დაირღვა, იქ და ამას იტყვიან კიდევ უფრო მეტად. ეხლა მე წამოვდგები თქვენის ნებართვით. ყველაფერს ცხადია არა, მაგრამ ჩავიკითხავ რამდენიმე იმ საკვანძო მუხლს და განმარტებას გავაკეთებ. იმ კანონისა, რომლის მიღებასაც აპირებს ქართული ოცნების რუსული ხელისუფლება. რუსული ოცნება ესე იგი.
ასთავარი მიიღებენ როგორც ჩანს და ეს ბექაური აიღებს და მართლა რაღაც მსახაზავით დაიწყებს ჩვენს დევნას. დევნას ვიჩივის. უბრალოდ იტყვის რომ სანაი არ უნდა იყოს ეთერში, იმიტომ რომ აქ ყურიდან მოთრეული მიზეზი იქნება. ოღონდ ანალოგიური ბჭყალებში დარღვევისთვის სულაც არ დაიჭება რომელიმე პროპაგანდისტური არხის თანამშრომელი. იმიტომ რომ ისინი ხომ მათ ემსახურებიან. იმიტომ რომ სანაიამ თავის სტუმრებთან ერთად არ უნდა გააკრიტიკოს. თარგამაძემ თავის სტუმრებთან ერთად არ უნდა გააკრიტიკოს. რაც თავარია, თარგამაძეს ხო შეეხება ეს ყველაფერი. დოდარ მელაძეს ასე მაგალითად ხო? დათო ქაშიაშვილს ასე მაგალითად, თამარ ბაღაშვილს. გარდა ამისა შეეხება მაუწყებელსაც ერთ შემთხვევაში TV პირველს და მეორე შემთხვევაში ფორმულას, აბა მთავარი აღარც არსებობს. ამას ხო მიაღწია ბიძინა ივანიშვილი. გამოხატვის თავისუფლება, ვიყვინებთ გამოხატვის თავისუფლება ამ ფარგლებში მოქმედებთ ჩვენ. ფეხებზე კიდია ბიძინა ივანიშვილს გამოხატვის თავისუფლება და მამუკამ დინარაძეს. მათ უნდათ რომ ეს ქვეყანა ჩააბარონ და ველი უნდა მოსრან, მოავერანონ, მოასუფთავონ. იმისთვის რომ ხმადაბლაც კი ვერავინ აკონტროლებდეს. აკრიტიკებდეს მათ. წამოვდგები მეთქი დაგპირდით ესე ტექნიკურად მოვახერხებ, ამას ვახერხებ მგონი. მივდივარ აი ამ ლეპტოპთან და მაგალითად ვამბობ შემდეგ რამეს, არ ჩამდი და ახლა გამოვჩნდება. დაუშვებელი ხდება ახალი ამბების გადაცემისას დადგმების ან ინსცენირების გამოყენება. კარგად ახსენეთ. ანუ დინარაძე იღებს კანონს, რომლის მიხედვითაც დაუშვებელი ხდება დადგმების ინსცენირება და ინსცენირების გამოყენება. მე მარტივად რო ვილაპარაკოთ სიუჟეტს რო ვამზადებ, ამას უფრო საგამოძიებო ჟურნალისტიკის წარმომადგენლები აკეთებენ. ხო იმისთვის რომ კარგად აჩვენონ როგორ შეიძლება განვითარებულიყო მოვლენები, ამის აკრძალვას აკეთებს დინარაძე რუსი. გონი გამექცა. შემდეგი ამბავი. დაუშვებელი ხდება პოლიტიკოსის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამაში წამყვანის ან ჟურნალისტის სახით. ერთი სად მონაწილეობს. მეორეს ბექაური დაარქმევს პოლიტიკოს, ვისაც საკუთარი სუბიექტური აზრი აქვს, მაგალითად, შეიძლება მე, რომელიც ღიად ვამბობ, რომ ეს არის სუბიექტური გადაცემა, დამარქვას ბექაურმა პოლიტიკოსი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი არა ვარ. და ამის შედეგად არა მარტო მე, არამედ არხსაც შეუქმნას პრობლემები. საინფორმაციო პროგრამებში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციის გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. ანუ მე არ მაქვს უფლება ამათი ტლუაზრით, რომ საკუთარი დამოკიდებულება ან მოსაზრება მქონდეს ამა თუ იმ პოლიტიკურ პროცესზე. ოღონდ ტელეკომპანია იმედს, რომელსაც ბექაური რუსი არ დაუწესებს არანაირ შეზღუდვას, ამის უფლება კი გაგიკვირდებათ და ექნება. ჩავიკითხოთ კიდე რამდენიმე საკვანძო მუხლი მეთქი აგიგითხარით, ხო? შესანიშნავი მუხლია. რომელიმე პარტიის, ასაკურია ქართულ ოცნებას გულისხმობენ პირველ ყოვლისა. თუ ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ესეც დაუშვებელი ხდება ახალი კანონით. ანუ ქართული ოცნების პარტიას თუ მე გავაკრიტიკებ, მე ვარღვევ კანონს, ავადმყოფური ამათი აზრით და ჩემს წინააღმდეგ კი არ ხორციელდება რეგულაცია, არამედ ტელეკომპანიის ფორმულას მიმართ, რომელშიც მე ვმუშაობ. მას შეიძლება ლიცენზიაც კი შეუჩეროთ და მე უნდა ვიჩივლოთ ჩვენ და ვამტკიცოთ 2-4-8 თვის განმავლობაში, რომ არა, ტაბლიაშვილს საკუთარ საავტორო გადაცემაში ეს კანონი, ეს კონკრეტული
არ დაუნხვევია, არ გაუკრიტიკებია, მაინც და მაინც პარტიაო. მისი საწინააღმდეგო პოზიცია სულაც არ დაუფიქსირებიო, არა და ტყუილიც იქნება დაფიქსირებული მექნება. ცხადია, საავტორო გადაცემა ჩემი. ჩემი საავტორო გადაცემა კი არის, მაგრამ არსებობენ კორესპონდენტები ახალგაზრდები, რომლის სიუჟეტიც თუ არ მოეწონება ან სტანდარტების დამრღვევად მიიჩნევს ჟურნალისტს ხსენებული ბექაური და მისი კომისია, გაგიკვირდებათ და ისევ არხს მიადგებიან და შეუჩერებენ მაუწყებლობის ლიცენზიას. ამასთან ნახეთ რა საინტერესო მიმართულებით წავიყვან. იმ შემთხვევაშიც კი თუ არანაირი სტანდარტი ამათეული გაგებითაც არ იქნება დაარღვეული, ბექაური ისეთი ყურმოჭრილია, რომ ნებისმიერს, აბსოლუტურად ნებისმიერს სიუჟეტს აიღებს, ნებისმიერი ავტორის ნებისმიერ სიუჟეტს აიღებს, განიხილავს დემაგოგიურად ბჭყალებში დაამტკიცებს, რომ აქ დაირღვა ეს სტანდარტი, მაგალითად მამუკა მდინარაძე პასუხს არ იძლევა კითხვაზე, სალობე ლაბაზის მაგალითად სიუჟეტი. მამუკა მდინარაძე არ გვპასუხობს კითხვაზე, ეს წინადადება შეიძლება ბექაურმა მიიჩნიოს, რომ არის დარღვევა და ამის გამო ლაბაზის არაჩვეულებრივი ჟურნალისტია. ლაბაზიზე არ ვლაპარაკობ. მაუწყებელ ფორმულას შეუჩერონ ლიცენზია. ნანუკა ქაჯაია. მიტინგ რო დარბის და იმას რო აკეთებს, სადაც ვერავით ვერ ვაკეთებთ. მთელი ქართული მედია ვერ ვაკეთებთ. ჩემი ჩათვლით და ავანგარდობით თუ აიერგარდობით ხო? ნანუკა ქაჯაიას ერთი გადაადგილება A-წერტილიდან B-წერტილში შეიძლება მიიჩნიოს ბექაურმა რაღაცის დარღვევად. ბრახ და ტევე პირველს გრიგოლიას მიშველაძეს ტრაპაიძეს, მელაძეს და ნანუკას უშუალო კოლეგებს იმ საინფორმაციოში შეუზღუდოს, შეუჩეროს მაუწყებლობა. რატო? რამ ძველი სურვილი აქვს ასეთი ბიზინა ივანიშვილს, რომ იყოს ამგვარი. რამ ძველი სურვილი აქვს ბიზინა ივანიშვილს, რომ იყოს ესეთი მოდიქტატორო. იმიტომ რომ ნანუკა უნდა გაიქცეს, ნოდარ მელაძე უნდა გაიქცეს, დათო ქაშიაშვილი და თამარ ბაღაშვილი უნდა გაიქცნენ. თარგამაძე, სანაია ჟიჟილაშვილი, სურაბიანი, სხვები და სხვები უნდა გაიქცნენ ქვეყნიდან ან უნდა გაჩუმდნენ. გაჩუმება რაღაც შეუძლებელია უმრავლესობისა, მოდი მაინც ესე ვიტყვი. შესაბამისად პირობები უნდა შეიქმნას იმგვარი, რომ ფინანსური რესურსიც აღარ არსებობდეს. ვერ ჩავისუნთქოთ, პრობლემები გქონდეს ეგზისტენციური მარტივი პურის ფული არის შევეგონეს ამ ქვეყანაში ამათთვის, ჩვენთვის. ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება ინტერნეტ რესურსების Facebook-ისა და აი სადაც ახლა მადებლობთ თვალყურს YouTube-ის როლი, მისია, ფუნქცია და ასე შემდეგ. თუმცა ბიზინა ივანიშვილის ჭორბილურ ავადმყოფურ და მამუკა მდინარაძის ავადმყოფურ მონურ ტვინში შეიძლება დაწესდეს მათ მოაფიქრდეთ, რომ მოდი რატომაც არა Facebook-ი შევზღუდოთ. მე არ გამომრიცხავ ამას თქვენ. შევზღუდოთ. Facebook-იც კი, YouTube-იც კი. ესენი ხომ აქ აკეთებენ კავკასიის ბელარუსს. ოღონდ კიდე უფრო მძიმე მეთოდებს იღებენ. ის პოლიტიკოსი საწოდებული მაინც არის ლუკაშენკო, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში ბრახტა ჩამოაგდებ, მართლად წოდებული მაინც არის. რასაკვირველია მონა პუტინისა, მაგრამ ეს მართლად წოდებულიც არ არის. მონა პირდაპირ. რა გამოსავალი არსებობს? მე მაქვს ჩემი აზრი, კანონის დარღვევა. აი არ ეხება ამ ამბავს, მაგრამ ზოგადად ვიტყვი. 5,000 ლარი რომ მისდით მოქალაქეებს მე არ მომსვლია. უნდა გაასაჭირონ, უნდა გაიარონ ყველა სამართლებრივი პროცედურა, გაიჭედოს სისტემა, გამოიჭედოს სისტემა, საასაჭიროს, რაღაც დაელოდოს, კიდე გაასაჭიროს ინსტანცია, ადვოკატი, ყველაფერი. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი აზრით არც ერთმა მათგანმა არ უნდა გადაიხადოს, იმიტომ რომ არ შეიძლება ესენი არავინ არ უნდა გადაიხადოს.
მოვლენ და რას წაიღებენ, აი. ჩემთან რომ მოვიდნენ, მე ვეთყვი რომ ეს არის ლეპტოპი. საბაზრო ღირებულება 205 ლარი. წაი ნუ გავასუფთავებ მანამდე ალბათ. ეცდები კია და წაიღეთ ეს ლეპტოპი. მაცივარიდებს იქ. დიდი სხვათა შორის არ მახსოვს რა. ბრენდია ჰიტაჩი. ნაყიდი 12 წლის წინ. მაშინ გადავიხადეთ 1500-1600 ლარი. ახლა ალბათ 500-600 ლარის ფარგლებში. 205 ლარი და 600 ლარი, 805 ლარი. წაიღეთ. ჩემი ძმის ნახატია ხელმარცხი ძალიან მენანება რა თქმა უნდა. აფასებს ჩემი ძმა ამგვარ ნახატებს დაახლოებით 500 ლარს. 600. 400-ად მოგცემთ. წაიღეთ. მაპატით ამას აფასებს გაცილებით. მეტად ხო? წაიღეთ. 805 ლარი დაებათა პირობითად 700 ლარი და გახდა 800 და 700 არის 1500 და 1505 ლარი და როგორ მე ახლა 3495 სარბიდა მათემატიკაში შემეშალოს როგორღაც კიდე მოვძებდი რაღაცებს ჩაგაბარებთ. მოკლედ რატო ყვები ამას, იმიტომ რომ წინააღმდეგობა ამგვარიც უნდა იყოს ალბათ. მე რა ვიცი, მაგრამ მაინც. საქართველოს რუსეთად, ბელარუსად და კავკასკი ბელარუსად ქცევა რომ უნდა ივანიშვილ პროვინციალს არსით. ამ ქვეყნისა ეს ფაქტია და რო გაჭირდება, ესეც ფაქტია. მაგრამ რამდენი ხანი განა? ან საერთაშორისო კონტექსტი რო შეიცვლება ჩვენ საზოგადოების სასარგებლოდ. ან რომელიღაც ეტაპზე თვითონ რო ჩამოეშლებათ ეს სისტემა, იმიტომ რომ პოლიციელი ზაზა ამნიშნულობა რომელიღაც განყოფილების თანამშრომელი დაიღალა უკვე ამ შაურმების ჭამით. 90-100 დღეა ჭამს ყოველ დღე მოაქვს ჩაურმა 10 ლარიანი, 1000 ლარი გადაიხადა. იმიტომ უნდა იკვებოს და დაძდებს ამ ბავშვებს არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ამას ყვიეს ეცხლი ოლიგარქია. აღარ შეუძლია ამ ზაზას. აღარ შეუძლია. თან ნათესავი ამუნათებს შვილი ეუბნება, ძმა, ცოლი, დედა, რა გინდა, წამოდი რა. წამოდი, თან ჯანმრთელობას იბუჭებ, კაცო ამ შაურმას ჩამოყვე, 100 ცალი შაურმა გაქვს დაჭამე. ზაზას ყავს თანამშრომელი კახა, რომელსაც ასევე თავისი წილი 10 ლარიანი შაურმა აქვს დაჭამე, აღარ შეუძლია აღარც მას. და რომელიღაც ეტაპზე ზაზა და კახა და გიორგი და ლევანი და მამუკა და ვახო წამოვლენ ერთად და ჩამოინგრევა მესმის რომ შეავსებს გომელაური ვახო სისტემას, მაგრამ ჩამოინგრევა. მამუკა მდინარაძე რუსი სისტემას ვეღარ შეინარჩუნებს და ეს მარტო ეხა პოლიციის ერთი განყოფილების მე-7-ის 47-მეზე ვილაპარაკე და აქ იქნება ირაკლი ჩიქოვანი ემარო განთავისუფლა თანამშრომლები, რომლებიც ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით მუშაობდნენ, ინტეგრაციაზე მუშაობდნენ, კარგები ძალიან. რომელიღაც ეტაპზე თავდაცვის სამინისტროც ხო ბრახდა გაიბზარება. ეს უნდა ივანიშვილს რა თქმა უნდა ერთის მხრივ, მაგრამ როგორ უნდა იცხოვროთ მერე დინარაძეებო და არა მხოლოდ დინარაძეებო ამ ქვეყანაში, როცა ამოვისუნთქავთ და ამ ქვეყანას დავაბრუნებთ განვითარების ნორმალურ რელსებზე 29 წუთი და 6 წამი, 7 წამი არის გასული 30 წუთამდე მივალ. მე არ აგიქვია ამ რუბრიკას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ არის description-ში იქნება თუ არ ვცდები. 9000-ზე მეტი გამომწერი მყავს. მესმის რომ ყველა არ უყურებს. მესმის 3000 არ მინდა. 1500 გამომწერი. თითო რო ჩარიცხოს თითო დოლარი. თვეში. პრიად მადლობელი ვიქნებ. მე ეს შემეხიდება ბუსტში, ახალი ტექნიკის ყიდვაში, ამ არხის განვითარებაში. თან ეს მეინსტრიმ მედია იხურება, ან გაუჭირდება მეინსტრიმ მედიას.
კარგი იქნება თუ ზოგადად YouTube პლატფორმებს შეეხიდებით. მადლობა. ნახვამდის.